გვყავს საბჭოში 15 წელი, საბჭოს ხაზგასმი თქვა, რომ პოეტარით საპროკურორო საბჭოს სულ პირველი სხდომა, როგორც ამას გვავალებდა კანონი. ჩვენ გვყავს საბჭოში 8 პროკურორი, 2 მოსამართლე, 1 ადვოკატი, 1 წარმომადგენელი აკადემიური წრეებიდან და 1 დეპუტატი. ამ საბჭოს ფუნქცია არ არის რომელიმე საქმეზე გამოძიების ჩატარება ან პროკურატურის ორგანოებისთვის მითითება იმასთან დაკავშირებით, ესა თუ ის საქმე როგორ გამოიძიონ. ამ საბჭოს აქვს უფლება შეარჩიოს საქართველოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი. დღეისათვის შემოსულია 3 კანდიდატურა: კახი კახიშვილის, ირაკლი შოთაცისა და პაატა შავაძის. ბატონმა კახი კახიშვილმა მოხსნა თავისი კანდიდატურა და აქედან გამომდინარე სამწუხაროდ მე მის შეყვანას სამკაციან სიაში უკვე ვეღარ შევძლებ. კონსულტაციები იუსტიციის მინისტრსა და აკადემიურ წრეებს არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის გრძელდება 13 ნოემბრამდე. 19 ნოემბერს 11 საათზე საბჭო ისევ შეიკრიბება. 3 პირისგან შემდგარ სიას განიხილავს, უყრის კენჭს და რომელი კანდიდატიც მიიღებს უფრო მეტ ხმას, ის იქნება წარდგენილი მთავრობის წინაშე. ჩვენ შევთანხმდით იმ თავისებურებებზე, თუ როგორ უნდა ჩატარდეს კენჭისხრა 19 ნოემბრის სხდომაზე, ვთქვით, რომ უნდა გქონდეს ბიულეტენები, 5 დამკვირვებლებსაც მოვიწვევთ, ვისაც ამის სურვილი ექნება, მათ შორის მედიას და 19 ნოემბრის შემდეგ მე უკვე შევძლებ, რომ გამარჯვებული კანდიდატი წარუდგინო მთავრობას, რომელიც თავის მხრივ ამ კანდიდატს ასარჩევად გადააგზავნის პარლამენტში. სამპირიან სიაში ერთი უნდა იყოს განსხვავებული სქესის, რაც იმას ნიშნავს, რომ სიაში უნდა იყოს 2 მამაკაცი და 1 ქალი, ან პირიქით 2 ქალი და 1 მამაკაცი. ჯერჯერობით ქალი კანდიდატურა შემოსული არ არის და თუ ეს ასე იქნა ბოლომდე, მაშინ მე მომიწევს მე თვითონ შევარჩიო ქალი კანდიდატი და შევიყვანო სიაში. პარლამენტს რომ დაექვემდებაროს საქართველოს მთავარი პროკურატურა, მაინც ვერ იქნება უზრუნველყოფილი დეპოლიტიზაცია. პარლამენტს რომ არ დაექვემდებაროს და ექვემდებარებოდეს აღმასრულებელს, ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნები. ჩვენი მიზანია, რომ ისეთი ინსტიტუციური მექანიზმები შევქმნათ, რომ კითხვის ნიშნები არ არსებობდეს და ერთ-ერთი ასეთი ნაბიჯია სწორედ საპროკურორო საბჭო, სადაც პროკურორებთან ერთად გარედან შემოსული პირები, მათ შორის სასამართლო ხელისუფლებიდან, მათ შორის პარლამენტიდან და არასამთავრობო სექტორიდან ღებულობენ მონაწილეობას. ეს არის დეპოლიტიზაციისკენ გადადგმული პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი.